ერთი წლის წინ მუცლის მწვავე ტკივილით სასრაფოთით წამოყვანეს ინგოროყოს კლინიკაში და გამიკეთეს სასრაფო ოპერაცია ნაღლის ბუშტის. ამომიღეს ნაღლის ბუშტი და ამის შემდეგ მოხდა გართულება. დამძიმდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამეთიშა თირკმელი. ფილტვებში ჩამიდგა წყალი. მივიღე ალერგიული შოკი, რის გამოც გამეხვიდეს ხორხი და ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი 2 თვე და 20 დღის მანძილზე. შემდეგ მქონდა კუჭნაძლავში გაუვალობა, დაერთო თან ამ პროცესებს. მივიღე წოლის შედეგად კუნთების ატროფია. მოკლედ, ჩემი სიცოცხლე იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ვიყავი ცოცხალი 3%. ამ მძიმე მდგომარეობის შემხედვარე გადავწყვიტე წამოსულიყავი მომაკვდავი ოჯახში, დაუბრუნებულიყავი სახლში, რადგან ჩემი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. და გამომწერეს 29 დეკემბერს სახლში მოსვლის შემდეგ ისევ ლოგინად ჩავარდნილი უმძიმესი მარტის თვეში დაახლოებით დავიწყე ბავშვის პროდუქტის მიღება დანიშნულების მიხედვით. ამ პროდუქტის მიღების 10 დღის შემდეგ საგრძნობლად მივიღე შედეგი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც უკვე კუჭი გაუვალობა მქონდა და ხელოვნურად გავყავდი 4 დღის შემდეგ ბუტალაქსით, მე უკვე დავიწყე ჩემით მოქმედება. კუჭნაძლავის ჩემით მოქმედება. ეს უკვე დიდი შედეგი იყო. შემდეგ თანდათანობით მივიღე 4 კოლოფი. 2 კოლოფის მიღების შემდეგ შევძელი ფეხზე წამოდგომა დაჯდომა. მანამდე ვერ ჯდებოდით? არა, უმოძრაოდ ვიყავი დადებული საწოლზე. მაგრამ შემდეგ წამოვდექი 2 კოლოფის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, დახმარების საშუალებით და შევძელი საწოლიდან სავარძელზე